მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ბურის ფული არ მქონდა, არ ვიცი რატო უყეყეჩობდი. შემხვდა შენი ის ვიდეო მიმართო. ნიჭიერზე მინდა რო კითხო. რო გავხედე ესე კულისებში და გაქრა ყველა. შეიდიოტო გაგიჩალიჩეს. შენ და ხოსრო ერთად აკეთებთ კონტენტს და ირაკლისთვის როგორც ბიჭისთვის ეგრე თუ შეგიხედავს. სხვათა შორის ეხლა ძალიან ტეხავს ამას რომ მაგრამ ხოს ასაცილო მომიკებს იღებს. რა? დღეს გაიღვიძეთ. კაი. მოგესალმებით მეგობრებო, ეს გადაცემა დიდი ქვიზია, მე კი გიორგი კოკაია ვარ. დღეს ჩვენი სტუმარია ინფლუენსერი ნათია წულუკიძე. ხომ მოგწონს ინფლუენსერი? კი, მომწონს, მაგრამ რატომღაც 2019 წელს ბლოგერს რო ეძახდით, დავრჩი იმ ბლოგერში. ბლოგერი ხარ შენი აზრით? ხო, რავი, ესე ვიდახი ხო. მე როგორ ვარჩევ იცი ადამიანებს? ან კრეატორს ვიცი. კრეატორი უფრო ისეთია, ხო, კრეატორი კარგადაც ჟღერს კი. მაგრამ მე ინფლუენსერს ვეძახი ადამიანს, ვინც რაღაცებს არეკლამებს, თავის ინსტაგრამს აქტიურად იყენებს, რაღაც რჩევებს იძლევა ამ პროდუქტზე. რა ჩემთვის ინფლუენსერი ხარ? რა მე ეგრე დაგინახე. კი, არის სიმართლის მარცვლები. არის სიმართლის მარცვლები? TikTok-ით მინდა რომ დავიწყო რა. კარგი. პირველ რიგში მითხარი, რატომ უნდა გამოიწეროს მაყურებელმა შენი არხი? იმიტომ რომ აი ამ სტრესით სავსე დროში გახალისდეს, გაიცინოს, გამხიარულდეს. რავი, გადატვირთოს ტვინი. და შენ თვითონ თუ ერთობი სხვისი კონტენტით და ანუ შენთან თუ შემოაქვს ის პოზიტივი, რაც გინდა რომ შენ მაყურებელს მის. აი ვის უყურებ ხოლმე ესე? უყურებ პირველ რიგში ჩემს მეგობარს, მასთან მეგობარს სანდრო გოცელიძეს. ძალიან მიყვარს მისი იუმორი და სხვათა შორის ცხოვრებაში უკეთესი იუმორი აქვს. ეგ როგორი ამბავია? მე ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვისაც კარგი იუმორის გზნობა აქვს, მაგრამ ეკრანზე გადმოტანილი უკვე არ არის ისეთი კარგი, როგორც რეალურ ცხოვრებაში. შეგიმჩნევია ხო? ეხლა შენც ახსენი უბრალოდ შეგიმჩნევია. კი, სხვათა შორის live ფორმატში ზოგი უფრო გაგაცინებს ვიდრე აი იქ დაგეგმილი, გადაღებული ნათამაშები. live ფორმატში სანდროს იუმორზე მე მაგალითად ვხვდები. მეორე ვუყურებ ირაკლის ხოსროს, ჩემს ძმას და მეგობარს. ირაკლისაც ძალიან მაგარი იუმორი აქვს და სხვათა შორის ჩემი და ირაკლის კოლაბორაცია გამოიწვია იმან, რომ თითქმის ერთნაირი იუმორი გვაქვს. ირაკლისაც ძალიან მიყვარს მოსწონს სარკაზმი, მეც ძალიან მომწონს. კიდე ძალიან მიყვარს TikTok-ზე რა წვეტიანი ტუფლებით. ძალიან მიყვარს ეგ ვიჭი. და სხვათა შორის ეხლა ძალიან ტეხავს ამას რომ მაგრამ ნახოთ აბა რა ტეხავს. ერთი ბიჭის იუმორი მომწონს ძალიან დიდი ხანია, წლებია, მაგრამ ვერასდროს ვერ ვიმახსოვებ რა ქვია. TikTok-ზეც არის, YouTube-ზე მომყვა გუშინ და მეთქი დავსკრინო რომ მეთქი ანუ ბიჭის სახელი არ ვიცი თქო ბასკიტო თუ რაღაც ქვია. ჩემი ცოლის აქალებშიც თამაშობდა. ბასტო? ბასტო ფანტასტიკი. გიჟერდები მაგ ბიჭის. კაი იუმორის გზნობა. სუდად ხვდები ხოლმე. TikTok-ზე ხვდებოდა ხოლმე და ადრე, ოთახი ერქვა ადრე მაგათ გვერდს მე ჰამაკი და მოკითხვა ბიჭებს, კი, აი ბიჭები არიან. სხვა შორის მაგასაც მგონი სარკასტული იუმორი აქვს. არა მარტო. მრავალფეროვანი. ხო, რავი, მაგარი იუმორი აქვს ძალიან. კი ბატონო, ეხლა მე მივხვდი მიახლოებით შენ რა ფორმატიც მოგწონს და შენც მაგ ფორმატს აკეთებ? მე რასაც საქართველოში მაგალითად ბიჭი აკეთებს იუმორში, ხალი თლად მაგდანს ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ ძალიან თხელყინულზე დადიხარ. ყველა თემას ვერ შეეხები, ძალიან ბევრი თემა არის წაბუდადებული. თან ხალის მხრიდან ცოტა ისეთი გამოდის, რომ ეგრევე აჟიოტაჟს გამოიწვევს, აგრესიას გამოიწვევს, გაღიზიანებას და ნახე, ეგ აგრესიას ოდესაც გამოიწვევს რა, თუნდაც აგრესიას, თუნდაც იმ უარყოფით კომენტარს. არის ხშირ შემთხვევაში რომ ეს უარყოფით ემოცია მოდის, მაგრამ მან დადებითი ემოციებიც მოდის. ანუ ხო ხდება, ანუ არიან ადამიანები, ვისაც შენი იუმორის ესმის და ზუსტად ისე იღებს იმ ხმურობას, როგორც შენ თქვი, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც არ იღებენ ეგ. ნახვა ხომ მაინც არის. კი. აქტუალური ხომ მაინც ხარ. კი, კი. და თუ ამ სფეროში ხარ, ჩემი აზრით, ყველაფერზე წასვლა არ უნდა გაგიჭირდეს. კი, მაგრამ მაინც არის ტაბუდადებული თემები, რადგან აი ეს აი მაგალითად რაზე არის ხუმრებ არასდროს. მე მაქვს ჩემი კი რაღაც ჭრილი, მაგალითად რელიგიაზე არასდროს არ ვიხუმრებ. ჩემს სიაში პირველი რელიგია. არ მიხუმრია, არ ვიხუმრებ, მგონი არასდროს. ხო, ეგ სწორია და ვეთანხმები.
ხო. კიდევ რა ძალიან არის? სენსიტიური თემაა კი, და რა თქმა მანდაც უნდა. ცხელყინულზე დადიხარ. მან უკვე სქეს არ აქვს მნიშვნელობა. არის თემები მაგალითად ბავშვებზე არასდროს არ მიხუმრია და არც ვიხუმრებ. კი ბატონო. ცხოველებზე არ ვიხუმრებ არასოდეს და არ მიხუმრია. დანარჩენი მგონი ყველაფერზე ვხუმრობ. ყველაფერზე ხმარო, ხო? კი. კი ბატონო, კარგ კონტენტს აკეთებ მე რაც შემხვედრია სულ მე თან დიდი ხანია მხვდება შენ რაღაცები სოციალურ ქსელში. გითხარი ჩაწერამდეც კიდე. მე რატო არ აზიარებ და არ უგდებ ნათესავების ჩატებში, აი, ჯგუფებში. ნახე, მე რაღაცების გაზიარება მიყვარს არ მოვიტყუებ, კი ვაზიარებ. ბევრ რაღაცას ვაზიარებ Facebook, აცი გავაზიარებ. მაგრამ მე TikTok-ზე მხვდება ხოლმე და Instagram-ზე. მაგრამ ეხლა შენ შეგიძლია მითხრა TikTok-ზე შეგიძლია და რეპოსტო. და Instagram-ზე მხვდება კი, Instagram-ზე. ხო, იმიტომ რომ დასჯილი ყავდი Instagram-ს გაიხადი. დასჯილი რატო ყავდი? იმიტომ რომ 2019-ში დავიწყე, 2020-ში გავანებე თავი და დაუბრუნდი 2023-ში. რატო გაანებე თავი? აი კომპანიაში წავედი სამუშაოდ და დავანებე თავი. ხო. დედამთილებზე ხუმრობ ხშირად. მე რაც შემხვედრია. კი ბატონო. ხო და არ გეშინია მომავალი დედამთილი ის? არა. იმიტომ რომ მაგაზეც ვიხუმრებ, უნდა გეთქვია. არა, იმიტომ რომ იმ რა კატეგორიაზეც ხუმრობ ძალიან ღრმად მწამს რომ ეგეთი კატეგორია არ შემხვდება. და ვაი და არ გაგიმართლა. თუ არ გამიმართლა დამეხება. კი ბატონო. არა, მე რატომღაც გული მეგრძნობს რომ ჩემს მომავალ დედამთილთან ძალიან კარგი ურთიერთობა მექნება მათ. იმიტომ რომ მე თვითონ ვარ ძალიან კომუნიკაბელური, არ ვიცი ხოლმე რაღაცების გამწვავება. ვიცი ხოლმე მდგომარეობაში შესვლა, მით უმეტეს უფროსი თაობის შეხედულებები და ესე შემდეგ რა. მე ანუ შემიძლია ჩემი თავი დავაყენო მეორე ადამიანის პოზიციაში. ეგ ბევრ ადამიანს არ შეუძლია. ეგრევე დაჯახება არ ვიცი ხოლმე რა, რაღაც თანდაყოლილი დიპლომატია მოგვიწევს. ხო, მაგრამ მე ეს რო გროვდება და მე სადღაც თუ გადმოიფრქვევა, მე რა ხდება? არა, სხვათა შორის ადრე მქონდა ეგ ჩვევა, რომ ვიგროვებდი, მაგრამ მე ფსიქოლოგიის კითხვა რო დავიწყე წლების წინ, მე მივხვდი, რომ ძალიან ცუდი ჩვევა სხვათა შორის დაგროვება წყენების. იმიტომ რომ შენ თვითონ ავნებ შენ თავს რა. ხო, რა თქმა მე უნდა. სადღაც მაინც გასკდება, უგორესი მოხდება კი ბატონო. და ჯანმრთელობას დაიზიანო. ფსიქოლოგიის წიგნებს კითხულობდი, როგორ დაიწყე? ქონდა რამე პრობლემები მენტალურად? კი. უცებ ერთიანად გამიჩერდა ორგანიზმი 2017 წელს. გაგიჩერდა ორგანიზმი? უმაღლესი რო დავამთავრე, გეგმობდი რომ აი ლექტორი გავხდები თქო. და აი არაფერი აღარ ფუნქციონირებდა. გაგიჩერდა ორგანიზმი რას ნიშნავს? ნუ ეხლა გავამწოვე ცოტა რა, ანუ ფუნქციონირება შეანება ესე რომ ვთქვათ რა. თირკმელით თითქოს წყობიდან გამოვიდა და ნუ ორგანოები ყველაფერი გული ყოლაფერი უძილობა რავი სტრესი და ტოტალური სტრესი. დაგროვებული ერაზეც ვთქვით და 2 წელი გადაბმული აი პენსიონერი ქალივით ვმკურნალობდი. ბათუმი, თურქეთი, რავი, ხო და ვერ ხვდებოდნენ ძირთადად თან რომელზე მე მკურნალა ვეღარ ხვდებოდი. თან ამდენი ფული, ამდენი სტრესი, ახალგაზრდა გოგო ხარ, ამდენი გეგმა მქონდა უმაღლესი დავამთავრე და მე ექიმიდან ექიმში დავდივარ და ბოლოს დგება მომენტი, როცა ხვდები, რომ ყველაფერი მოდის თავიდან. და რადგან არაფერი არ გშველის, მოდი იქნებ ჩავეძიოთ რა ხდება. მე დავიწყე რაღაც ხალხური მედიცინის შესწავლა, ბალახები და რაღაცები და სხვა შორის ჩემი თავი მე თვითონ დავაყენე საბოლოოდ ფეხს. კი ბატონო. და მე დავიწყე ფსიქოლოგიის შესწავლა. მე დავიწყე მედიტაციები. საინტერესო იმას შეეხე რა. წინა გადაცემაზეც, წინა წელს უბრალოდ გადაცემაში მე და ნანკა გვარმა ვისაუბრეთ ზუსტად მსგავს პრობლემებზე რა და მე კომენტარებში რო ჩავყევი, ნახე რომ ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს, ვისაც აქვს რეალურად ეხლა ეგ პრობლემები, რაც შენ გქონდა. კი. ნანკამაც ისაუბრა, მეც ვისაუბრე, მეც მქონდა მსგავსი არა, მაგრამ ცოტა სხვა მიმართულებით მქონდა პრობლემები რა. და გამოსავალი მგონი ყველა მაგაში თანხმებით, რომ არის საკუთარი თავი. კი, ტვინი. ოღონდ მაგ დროს ფიქრი გაქვს, რომ კაი მე ჩემ თავს ვერ გამკურნავ, მაგრამ თუ ძალას დაატან, და ძალატანების გარეშე არაფერი არ გამოვა, აუცილებლად განიკურნებია. შენ რას ურჩევდი იმ ადამიანებს ეხლა, ვინც გვიყურებს და დარწმუნებული ვარ, რომ გვიყურებს სამწუხაროდ, რა უნდა გააკეთო? ხო, სამწუხაროდ, იმიტომ რომ თუ არ მაგ ყველაფერს თუ არ გადაიტან, უფრო კარგი იქნება არა, გვიყურებს სამწუხაროდ რაღაც ისე. ხო, არა, ცუდად არ გამიგოთ. სამწუხაროდ, იმიტომ რომ კარგი იქნება თუ არ შეგხვდება ეგ ცხოვრებაში ეგ პერიოდი, იმიტომ რომ მე ძალიან ცუდად მახსოვს მაგალითად. თუმცა სხვა მაგრამ დიდი გაკვეთილია. კი, ძალიან დიდი გაკვეთილია. გაძლიერებს მენტალურად, მაგრამ რაღაც შიშებს გიტოვებს ჩემი აზრით თუ ბოლომდე არ მიხედე. მაგრამ იმასთან შედარებით, რასაც გაძლევს ეს განსაცდელები
შიშები უფრო უკვე რაღაც არის ძალიან პატარა პრობლემა უკვე, იმიტომ რომ ძალიან გზრდის მენტალურად და ფიზიკურად. Ну, ისე ძალიან მიყვარდა კითხვა და წიგნები, მაგრამ ოდითგანვე მამათან ისტორიკოსი მყავს და ისტორია მიზიდავდა ძალიან და ლიტერატურა და მე აი ეს გარდამტეხი before after-ად გაიგო ჩემი ცხოვრება, მაშინ გადავეშვი ფსიქოლოგიაში. და ამან გამზარდა, ძალიან გამზარდა მენტალურად, იმიტომ რომ ვისწავლე საკუთარი თავის მოსმენა, საკუთარი სხეულის მოსმენა, შევისწავლე საკუთარი თავი, რისგან შევდგები. ემოციების მართვა ისწავლე? კი, ემოციების მართვა ვისწავლე, მიღება ვისწავლე, გაშვება ვისწავლე, გადამუშავება ვისწავლე, იმიტომ რომ ემოციები ვართ ადამიანი თავიდან ბოლომდე და ყველა დაავადება ემოციებისგან მოდის, ანუ ჩაკლული ემოციებისგან. და ვისწავლე ამ ემოციების პირველ რიგში მიღება, მერე გადამუშავება და მერე გაშვება. და განკურნება მიმდინარეობს როგორც ფსიქოლოგიურ დონეზე, ასევე ფიზიკურ დონეზე. კი ბატონო. სათქმელად მარტივია, მაგრამ ძალიან რთულია. ყველაფრის მიღწევა, ხო? ეხლა ამ გადმოსახედიდან ამბობ მარტივად. კი, ამას წლები დასჭირდა. კი ბატონო. 2017 წლიდან გადათვალე ხო 2026 წლამდე. მიზეზი მარტო ის არ იყო, მე როგორც ხვდები. რომ რაღაც კომპანიაში დაიწყო მუშაობა. მე ბლოგს რატო შევეშვი? ეს ჯანმრთელობის პრობლემები 2017-ში დამეწყო, 2019-მდე ვიმკურნალე. გეხმარებოდა ისე სოციალური ქსელი. მაშინ არ ვიყავ ბლოგერი. 19-დან იყავ, ხო? 2019-ში დავიწყე, კი. აი მიწურულს 2019 წლის, სხვა შორის მაშინ ვირწმუნე საკუთარი თავის და ამ ყველაფრის, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის ენერგეტიკულ დონეზე და რაღაც თითქოს მისტიური გეჩვენება, მაგრამ პრაქტიკაზე ყოველდღე რო გადმოგაქვს, თავიდან არ გჯერა, რა თქმა უნდა, არც გესმის რას აკეთებ. აფირმაცია სიტყვა რა იყო, არ ვიცოდი. რა არის აფირმაცია, მე ახლაც არ ვიცი. პოზიტიური თვითდაჯერება. მაგალითად, ხო ჯორიქცია ყოველსა თირკმელს რო კარგავ, მე ვკარგავდი მაგალითად და ყოველდღე რო შემთავს აჯერებ, რომ ჩემი თირკმელი ჯამთველია. ჩემით როგორ არის ჯამთველი, ესაა კათედრად დადიხარ. მაგარი აფირმაცია. მაგდონემდე იყავი? კი, ვკარგავდი მარჯვენა თირკმელს. კი. ანუ განიკურნე და მე დაიწყე ადამიანებისთვის ვთქვათ პოზიტიური ემოციის მინიჭება. კი, სხვა შორის მაშინ როცა გავიაზრე ეს ყველაფერი, აი სამყაროს კანონები, ენერგიები, ეს ბანალური ფრაზები რა. ეგრე ღრმად ვიფიქრე, ბანალური ფრაზები არის ხო ეხლა ეს ხო, იმიტომ რომ ეხლა ძალიან გადაღეჭილია ყველა მაგას ლაპარაკობს რა, მაგრამ რეალურად მართლა ეგრეა. მან როგორ აიცი, ხო ხვდებით მაგას ვინ ლაპარაკობს პოპულიზმის მიმართულებით და ვინ ლაპარაკობს საკუთარი გამოცდილებით. ახლა შენ გეტყობა რომ ყველაფერი შენ თავზე გაქვს გადატანილი და გულწრფელი არის შენი საუბარი და მე ეს კარგად ვიღებ და დარწმუნებული ვარ მაყურებელიც კარგად მიიღებს. კი. ჩემი YouTube მაყურებელი გამოიწეთა. და მაშინ როცა უკვე ჩავუღრმავდი მართლა ჩემ თავს სამყაროს და ენერგიებს და ესე შემდეგ და ვისწავლე ნელ-ნელა ემოციების მიღება, გაგება, იმიტომ რომ ხშირად არის ვერ ხვდები რა გჭირს. მედიტაცია დავიწყე მე, მედიტაცია კი რა, არ შემეძლო საერთოდ ფოკუსირება არაფერზე, ანუ არ შემეძლო ესე გაჩერება. საკმაოდ აქტიური ადამიანი ვარ რა. მეც არ შემიძლია. მე იცი რომ მე არ შემიძლია მოსვენება. აი მედიტაცია ძალიან მოგასვენებს ნელ-ნელა. თუმცა მედიტაცია არ გამომდიოდა. უბრალოდ მე ვარ როგორი ადამიანი, იცი? რაღაც რომ მომწონს და მინდა რომ გავაკეთო. არ შევეშვები სანამ არ გამომივა რა. კი ნერვები მეშლება და ისკდები, მაგრამ სანამ არ გამომივა ვაკეთებ და მედიტაციის დროს ერთი წელი არ გამომდიოდა საერთოდ. არც ისეთი ადვილი. ხო, არ იქნება. თანჩი მე ვარ ადამიანი, რომელიც ჭამის დროსაც ვერ ისვენებს. რის დროს? როდესაც საჭმელს მივირთმევ, მაშინაც ვერ ხო, ისვენებ. ჰიპერაქტიული ხარ. მედიტაცია გჭირდება. კი, მედიტაცია გჭირდება. ეხლა ჩაწერის დროსაც რაღაც. მედიტაცია არ არის საჭირო, აუცილებელი. სუნთქვითი ვორჩება. დღეში 10 წუთი, 15 წუთი, აი, როგორ გადაგტვირთოს. ხო, მაგრამ მე მეგონა რომ ეს რაღაცა ნერვოზული ფონი და ეს სტრესი და მაგრამ მე რო შევხვდი ჩემს, რო შევხვდი და ოჯახში ძალიან იშვიათად ვარ. ამ სფეროში შესაძაც ხარ ეგრეა, სამწუხაროდ. მან გამოვდივარ სახლიდან, როცა ყველას ძინავს, შევდივარ სახლში, როცა ყველას ძინავს. ხო და მე ერთ დღეს გამოჩნდა ესეთი დღე, რომ მე სახლში ვიყავი. რაღაცებზე საუბრობდით ოჯახის წევრებთან და მითხრეს, რომ ბავშვობაშიც ეგეთი იყავიო და რაღაცა დამშვიდდი, იცი, მაგით. ხო. ნახე სიტყვებსაც რომ ხელძალა აქვს. ხო, ჩემი შვილიც ეგეთია და იმედი ესე არ დაიტანჯება. მე როგორც ახლა ვიტანჯები, იმიტომ რომ მაგრად აი კეთილი შურის ამჯერა, მაგრამ რაღაცნაირად ისე შურს იმ ადამიანების ვისაც შეუძლია რომ აი ახლა მე დღეს წავალ ბაკურიანში. მაგრამ მთელი დღე დავწვევი და მეორე დღესაც დავწვევი და მესამე დღეს გავისეირნებ. ჩემთვის არის რომ მე როცა წვევი და მოვისვენებ, ვერ ვისვენებ, ავდგები, წავალ, საქმეს მომნახავ აუცილებლად, რაღაც საქმეს მონახავ, აი ეს თუ არაფერი არ არის, შემიძლია მანქანა გავრეცხო. დაახლოებით მეც ეგეთი ვიყავ. მოვალ და ძალიან ბედნიერი ვარ. და აი დაახლოებით მეც ეგეთი ვიყავ.
რომ ტვინს ვერ ვთიშავდი ვერასოდეს. სულ რაღაც სკეთება მინდოდა, სულ შფოთავდი ეს გასაკეთება, ვერ ვისვენებდი. ერთ სხვა შორის ფეხიც ესე მქონდა სულ. ეხლა ისე ვზია ფეხს ერთხელ მომძრაობ. ისე კიდე არის რაიმე შიში, რაც ვერ გადალახე? შიშების ბუკეტის შენს წინაშე. შიშების და კომპლექსების. კომპლექსების რატო? ძალიან ბევრი კომპლექსი მაქვს. ეკრანზე არ გეტყობა სიმართლე რო გითხრა. აი თუნდაც პირადზე რო არასდროს არ ვლაპარაკობ. და რატო არ ვლაპარაკობ პირადზე არასდროს? აი არ ვიცი, აი მართლა მიუხედავად იმისა, რომ ყველა სულ კომპლექსო გონი ვარ, საკმაოდ. მე ვიცი ადამიანები შენი მიმართულებით კომპლექსიანები, რომლებიც ისე ხუმრობენ საკუთარ თავზე, რომ ამ კომპლექსებს ანუ მე შენ ვეღარ იხმარებ ისე კარგად ის როცა საკუთარ თავზე იხმარებ. ეგრე ხარ შენ? თვით ირონია, კი, ალბათ, ჯერ საკუთარ თავზე უნდა შეგეძლოს ხუმრობა. უნდა შეგეძლოს, მაგრამ ამას რისთვის იყენებ, ხო გააჩნია? იუმორში როგორ არის, იცი? თუ საკუთარ თავზე ვერ იხუმრებ და ისეც ლოგიკურად, თუ საკუთარ თავზე ვერ ხუმრობ, ჯერ უფლება არ გაქვს სხვაზე იხუმრო, ხო? ხვის ხუმრობას შენ თავზე იღებ? ახლა თუ მაგალითად თუ მზივარ და ვიღაც ლაპარაკობს ქერათმაზე, მე არ მივიღებ ჩემ თავზე, იმიტომ რომ წითელი თმა მაქვს. კი ბატონო. მაგ ლოგიკით რო ვიმსჯელოთ. არა, მე ვამბობ, რომ ეს შენზე ხუმრობას სოციალურ ქსელში მიიღებ თუ არა. მიმღებლობა გაქვს ხუმრობის? აუ, ჩემზე ძალიან ბევრს ხადაობენ, კი. და შენც ისინი გულწრფელად. კი, რა თქმა უნდა, კი. მაგრამ ყოველთვის იგრძნობა პასიური აგრესია და მართლა ხადაობა. ხადაობა რო უწოდოთ. რა თქმა უნდა. თუ პასიური აგრესია, ვცნობ ეგრევე. თან ახლა ფსიქოლოგიასთან ძალიან ვკითხულობ. თან მე ძალიან სენსიტიური ადამიანი ვარ, ემპათი ვარ, ვგრძნობ ენერგიას. სენსიტიური ადამიანი რო ხარ, მაგითო იყო საინტერესო, იღებდი თუ არა ხუმრობასაც, იმიტომ რომ ხუმრობას როდესაც ამბობენ, შეიძლება კარგი ხუმრობა იყოს, მაგრამ ის პატარა აგრესიაც ჩანს ძალიან, ან შეიძლება მოგეჩვენოს, რომ აგრესიაა. არა, თუ ადამიანი გულით ხუმრობს და ხუმრობა მართლა მაგარია, არა გაგაფიქრე. შეუძლებლად მიმღებლობა გაქვს. კი, რა თქმა უნდა. აგრესიას როდესაც გრძნობ ხუმრობაში? თუ აგრესიას გრძნობ ხუმრობაში. მეც ირონიულად პასუხობ, ან საერთოდ არ პასუხობ. ახლა შემთხვევაში ისევე ხუმრები, რომ მე აღარ მიწერს, ან მე დამიყვარხარ რომ მიწერს. პირადზე რატო არ საუბრობ, ეგ მაინტერესებს. შენ ახლა წეგან გაგიკვირდა, მაგრამ მართლა კომპლექსების და შიშების ბუკეტი ვარ. ხო და მაგითაც დავატრიალე ეს შიში ალბათ რო გავიხსნა, ძალიან ჩაკეტილი ადამიანი ვარ. შიში რო ადამიანებმა გაიგონ შენი რეალური მხარე, ერთი ეს თუ მეორე რომ ვიღაცა რო გაიგებს შენს ესე ვთქვათ შიგნით რა ხდება, თვალი არ გეცეს. რომლის გაშენია? არა, თვალი არ გეცეც არის. სხვა შორის თვალი არსებობს, რა თქმა უნდა, უარყოფითი ენერგია შეიძლება. უარყოფითი ენერგია არსებობს, შემიძლია, იმოქმედოს. მაგრამ თვალი არ გეცეცე არა, უფრო ალბათ მეშინი ალბათ არ გავიხსნა, იმიტომ რომ ზოგადად ჩაკეტილი ადამიანი ვარ. სამეგობროც კომუნიკაბელური ვარ, ძალიან მადლობა ღმერთს, ძალიან კარგი მეგობრები მყავს, მაგრამ ბევრი მეგობარი არ მყავს, რამოდენიმე მეგობარი მყავს. ანუ ადამიანებთან გახსნას გიჭირს? ნდობის საკითხი, ნდობის მოყვება ძალიან რთულია. კი. ნდობა მიჭირს, თორე გახსნეთ ძალიან მარტივად, ბავშვობიდან ძალიან მარტივად შემიძლია საერთო ენა ვიყო. და რამე ასაკიდან დაგეწყო ყველაფერი, რამე ტრავმა იყო თუ უბრალოდ ესეთი იყავი, ხო? რავი, რაც ჩემი მეგობრებში არ ვარ, რა თქმა უნდა, ჩაკეტილი. აი ისე ადამიანებსაც ენდობი, იმასთან არ ხარ ჩაკეტილი. ხო, არა. და ისე აი ზოგს რო შეუძლია, რომ აი ეგრევე გაიხსნას და ახალგაცნობილს მოუყვეს თავისი პირადი, ესე არ შემიძლია. ეგ ის არა ქვია. ეგ არ შეიძლება. ხო. ეგ რო თქვა, ეგ არ შეიძლება. აი თან გრძნობებზე ისეთი ტიპაჟიც არის, რომ არ ყოფილვარ, რომ აი ეხა დაქალებთან ხო რა თქმა უნდა, მაგრამ ისეთი არ ყოფილვარ არასდროს, რომ აი მიყვარს და ყველგან ლაპარაკობ ჩემ გრძნობებზე, რაღაც მერიდებოდა ყოველთვის ჩემ გრძნობებზე ლაპარაკი. და მაგან ალბათ ისე ჩამომაყალიბა, რომ ვერ ვლაპარაკობ ეს ჩემ გრძნობებზე. ხო, ნახე, შენ ვარ ლაპარაკობ სხვებთან. სხვები რომ ლაპარაკობენ შენთან. საკუთარ პირადს. რჩევებს როგორ ადლევ მაგ დროს? მე უბრალოდ არ ვლაპარაკობ, თორე მე ხომ აქვს ჩემ პირადი. კი გაქვს. ძალიან კარგად ვაძლევ. ძალიან კარგად ვაძლევ. ანუ სხვისი მოსმენა ჩემ პირადში ვარ, ჰიტლერით ვარ, სხვის პირადში სოკრატე ვარ, კონფუცი ვარ. მართლა და ხო, მარტივია მაგ პოზიციიდან საუბარი და მაგით. ჩემს პირადში, ხო, მე რა მაინტერესებს კიდე, იცი? ცოტა ისეთი კითხვაა თან ხშირად. ცოტა გეცინებ. გიწერენ ხოლმე კომენტარებს ამ კითხვასთან დაკავშირებით და მე მინდა რომ ეს კითხვა დავსვო და შეიძლება თუ შეიძლება დაგისვათ ამ კითხვას. ისმენება. შეიძლება. ასაკი? ასაკი? ასაკს ვეკითხე. არა. თვეფსრითი ვიღება? თვეფსრითი იყება. ხახვის, წითელი ხახვის ნახარში. აჰა. ჩანსაღი და კარგი. და მზინვარება. რაღაც რეკლამაც გავს. ხო, ხშირად შენ და ხოსრო ერთად აკეთებთ კონტენტს. ირაგლი, რა თქმა უნდა. როგორც ვიცი, მეგობრები ხართ. კი.
და ირაკლისთვის როგორც ბიჭისთვის ეგრე თუ შეგიხედავს? არა, არასოდეს. არასოდეს. აი ასეთი მოკლე პასუხი. რატომ? რატომ აქვს? იმიტომ რომ ირაკლის ადრე არ ვიცნობდი, სხვათა შორის აი კოლაბორაცია რო დავიწყეთ ნოემბერში, მაშინ გავიცანით ერთმანეთი. პირველ რიგში იმიტომ არ შემიხედავს არასოდეს რომ ვიცოდი რომ საცოლე ყავს, რომელზეც გოგოა, მე უკრა შავლამის ამათებს. და ანუ უკვე ადამიანს რომ მამაკაც რო შეყვარებული ყავს, საცოლე ყავს, ვინმე მოსწონს უკვე ჩემს საშუალო სქესია. ავტომატურად ამიტომ არც მიფიქრია რა თქმა უნდა, რა სიქაჯეა. მეორე იმიტომ რომ არ ვიცი აი ესე რატომ აქვს ესეთი თავში ტაბუ თუ გისუსი თუ კარგია თუ ცუდი არ ვიცი, მაგრამ რაღაც მგონია რომ ეთიკის ნორმებს დავარღვევ. მაგალითად, ფიტნეს ინსტრუქტორი როცა მყავდა ბიჭი, აი მაგასაც ლამის თქვენობით მიმართავდი და არ ვარღვევდი არასოდეს მაგ ბარიერს. ხო. ვერ ვუყურებ, როცა არის რაღაც სტატუსები რა სხვანაირად. მაგალითად, კომპანიაში ვიყავი, თქო რო გითხარი 3 წელი. მენტორი ვიყავი, დიდი გუნდი მყავდა, ზოგი მიდიოდა, ზოგი მოდიოდა, ბევრი ბიჭი იყო, ზოგის გამგრძნობდი ყურადღებას, მაგრამ არასდროს არ გადამიბიჯებია. იმიტომ რომ მე მენტორი ვიყავი, ის ჩემი მენეჯერი იყო და აი ფიქრითაც არ გადამიბიჯებია. რატო? აი რაღაც ეს ჩაჩ რატო? აი ეს მაქვს და ირაკლისთან მით უმეტეს საცოლე ყავს პირველ რიგში, მეორეც რა ეგრევე რაღაც მეგობრულად, თან ვღადავ რომ ჩემი რაღაც დაკარგული ძმა ხარ თქო. მართლა ხა ძმას არ უწოდებ რა თქმა უნდა, მაგრამ აი ჩემი პატარა ძმა მგონია რაღაც ისეთ დამოკიდებულება გვაქვს. ძმას არ უწოდებ, მაგრამ პატარა ძმა მგონია. ხო, პატარა ძმასავით მგონია, იმიტომ რომ ხასიათები ძალიან მგავად, იუმორი ძალიან მგავად. იგრძნობა ვიდეოებში. თან თვითონ არის ძალიან ჯიგარი ადამიანი, ესე ვთქვათ რა. ჩვენ ზენაზე. ირაკლისაც ეტყობა რომ მაგისთვისაც ესეთი რაღაც ნიუანსები მნიშვნელოვანია. არასდროს არ გადასულა და დარწმუნებული არ გადავა არასოდეს. ამიტომ ძალიან მაღიზიანებს რომ გვაწყვიდებენ. კი ბატონო, მე ჩემთან ხო არ გაღიზიანდი? არა. ირაკლის კი ყავს საცოლე და დავჭიშინებ რა. ირაკლისთან მოაწყვილებენ და. კი ბატონო, აღარ დავსვათ ეს კითხვა და აქ არის პასუხი. აღარ გააბრაზოთ ეს ადამიანი. ხო შეიძლება? ისე რომ დაუბრუნდეთ ინფლუენსერობას, ტიკტოკერობას, აი ცუდი კომენტარები როდესაც ხდება. როგორი რეაქცია გაქვს? გააჩნია ცუდ კომენტარს რა, ზოგი არის რომ პირდაპირ შევაწყვეტს გაყენებს. კი ბატონო. შენ ასეთ რო შენ ისეთო, შენ ასე გიქენი, შენ ისე გიქენი. კი. ზოგი არის რომ პასიური, სხვა შორის პირდაპირ შევაწყვეტა მიჩემია პასიურ აგრესიას. მართლა. პასიური აგრესია რომ მახიზიანებს. ხო. იმიტომ რომ ის მაინც პირდაპირ გიწერს და ისეთ გულიანი მამაცი ადამიანია და ეს არის ლაჩარი. რატო მამაცი? არა. ამოფარებულია. პირდაპირ აგრესიას ვინც გიწერს, ადამიანი არ არის. ეგ არის ან ბოტი, ან user 27-38. არა, ცოცხალ ადამიანები. ცოცხალი ადამიანები მე პირდაპირ აგრესია არ მინახავს. კი, მე არა. ჩემ შემთხვევაში და იმედი აღარ იქნება, არც იქნება იმედი. როდესაც არიან პირდაპირ შეურაცხყოფები, მოდის სულ ბოტებისგან. თქვენ გენაცვალეთ მე. ჩვენს Facebook-ზე და ვიდეოებს. Production-ის გვერდზე იდება. გეტყობა Facebook-ზე. და მე კომენტარებს Facebook-ზე არ ვკითხულობ. Production-ის გვერდზე იდება. მაგითო წაიგითხება Facebook-ზე. ხო. კი, ფსიქიატრიული კლინიკა ჩვეულებრივად. მართლა? ხო, რა კარგია რომ ვკითხულ. Instagram-ს ვკითხულობ, TikTok-ს ვკითხულობ. Instagram-ზე ლოიალური აუდიტორია უფრო. კი. TikTok-ის აგრესია რომ გქონდეთ, არ გამოხატავ Instagram-ს. აი TikTok-ზე უფრო მოდის აგრესია. TikTok, სხვა შორის TikTok-ი მიუხედავად იმისა, რომ For You-ზეც აგდებს. რატომღაც ყოველთვის ლოიალურ აუდიტორიაზე გადის ჩემი ვიდეოები. აი ყველასგან მესმის რომ ვერ ვიტან TikTok-ის აუდიტორიას. მე პირიქით გიждები TikTok-ის აუდიტორიას. ძალიან მიყვარს TikTok-ის აუდიტორია. ვიდეოს რო დავდებ, ჩემ ვიდეოზე სასაცილოდ უკვე არის ჩემთვის მათი კომენტარები. სულად ვარ ხოლმე. მეც მომწონს რა. რას ვაკეთებ ხოლმე, იცი? ცოტა გამომწერი როცა ყავს. ნუ მე მყავდა ცოტა გამომწერი, ისე დავიწყე TikTok-ი. როდესაც გადადიხარ პროფილზე, ხო ჩანს ვინ გადმოვიდა. მართლა? კი, აი როცა ყავს 100 ფოლოვერი, მაშინ ჩანს რა. და მე გადავდივარ ხოლმე სპეციალურად. დაწყებული ხო? არა, არ წერებ, просто გადავდივარ და ვაში მოვიდა, შეიძლება ამას ხო ფიქრობს ხოლმე. და მე უეჭველი ხდეს, აუ ძალიან მიყვარხარ ის უბრალოდ თუ დაგიწერე. კი, ყოფილა ჩვენ შემთხვევაში ეგეთი რაღაც, რომ დაურეკეთ ერთ ადამიანს. და ესე გითხრა, რომ ოღონდ მე არა ჩემს მეგობარს უთხრა, რომ თქვენ ვარსებობთო? ხო. თქვენ ვარსებობთო? აბა ხელოვნური ინტელექტი გონით. ნუ არ ვიცი, მე არა კაცო ჩემ მეგობარზე მითხრას, რომ თქვენ ნამდვილი თუ იყავით არ მეგონაო რა. ანუ კარგი გამოსავალი იყო ჩვენ გაგვეცინა ამ ყველაფერზე. არა, ზოგჯერ გაქვს ისეთი მიმიკები, რომ ხელოვნური ინტელექტი გონები კაც, კი. რატო? შეცხოთი შენზე ძალიან მეცინებოდა ხოლმე. მართლა რატო? ხო, არ გეწყინე. მიდი მithvare რა უნდა მეწონოს. როგორც კითხოს რო უსვამ, აი რაღაც დაჭრილ კადრებს რო დებდით რა, აი მე ვიხეოდი ხოლმე შენს კომენტებზე.
ხო, მაგას ვაჟაფშავი. აი სულთან. პირველად ნახე, ჩემი პაროდია. მიდი, კარგია. მე ძალიან სასაცილო იყო. ხო? და რაღაცას ხო კითხავდი. ხო სასაცილო მომიგებს იღებს. კი, და ლუკაჭერის ამაზე სოს. როგორია იცი, თან უნდა რომ მოусმინოს და აშკარად ეხერხება მართლა მოსმენა. გულით უსმენს ადამიანს, მაგრამ თან მომენტებში თითქოს აჭარბებ. მოსმენას? ხო. არა, მე ძალიან. ვიძაბები რაღაც კადრებში. ჩვენ სპეციალურად ვიძაბებით. რომ ინტროს ბევრი ნახვა ქონდეს. არა, სრული სრულში არ არის ეგრე. სრული არა, აი ის ინტრო არის სპეციალურად ვაკეთებ. ინტრო დაჭრილებს ვაკეთებ. ხო, ანუ ეხ ჩვეულებრივ ინტროს ოდესაც ვაკეთებთ, ხო, ვაკეთებდით, ეხლა აღარ ვაკეთებთ. არასდროს არ ქონდა მაგდენი ნახვა. ხო. და როგორც კი დრამატურგია შემოდის და შენი სახე არის ცალკე. ხო და ეგ ანუ არის რომ ლუკაჭერი ის მე ამას დაძდებს რა ჩემ მონაკვეთს ამას სპეციალურად არ ვაკეთებ ეხლა რაღაცას რო იტყვი ესე გამოგხედავ რა და ეს ლუკა ხო ამ მონტაჟის დროს ჩემი ოქროს ლუკა ამ მონაკვეთს ინიშნავს და სპეციალურად სვავს და შენი ხეობა მე თანუჟმური მეგონა მაგის გამოს ხოთო შორის ხო არა და ბუბლიკი ისეთი პუნთუშა ყოფილი მადლობა ბუბლიკი პუნთუშა რეკლამის იღებ ხშირად ხედავ და მადლობა მე ხო არა ხო ბევრი მოხსეს მათ მაგრამ ის არა კაი ხარ ეს ჩვენთან არის ეს ამუჩი ეს ჩვენთან არის დასავლეთში აქეთ არიციან ვერ მივხვდები მაგას არ მე მგონია ხდებიან ხო და რის რეკლამას არ გააკეთებ ეგ მაინტერესებს რაზეც უარი მithქვამს კაზინოებზე წერენ ხოლმე. იყო რაღაც სქემა, ბევრმა ჩემმა მეგობარმა და ახლობელმა კრეატორმა გააკეთა მაგის რეკლამა, მაგრამ დამაეჭვა და არ გავაკეთე. ხდები რომელზეც ამბობ. ოღონდ ფული არაფერი ჩასადები არ იყო, უბრალოდ რაღაც სქემა იყო და არ მომეწონა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ბურის ფული არ მქონდა, არ ვიცი რატო უყეყეჩობდი. არა, კარგი ადამიანი ხარ, მაგით გამომჟღავდა ეგ. ხო, მაგიტო არ ღარიბი. ძალიან სხვათა შორის მაგიტო არ ღარიბი. რამდენი რეკლამა გიდოს ბოლოს ინსტაგრამზე? არა, ჩემზე მეტი შემოსავალი აქვს ჩემი აუდიტორიის კრეატორებს, ბევრს, იმიტომ რომ ყველაფრის რეკლამას აკეთებენ. ეგ ცუდია. ჩემ მხრიდან ცუდად გამოეხა, აი მე ვარ ესეთი ანგელოზი და ესე. რატო გამოვცუდოთ, ხო რეალურია. რამე შოარ მალა. უბრალოდ ანუ იმის რამე შოარ აბრალი. ბევრ რეკლამაზე ვამბობდი უარს, აი აქ რო გადმოვედი, მაშინ დასჭილი ვიყავი, სხვათა შორის თბილისში გადმოვედი. ხო, რა, ეთამ დასჭილი ვიყავ. ხო, აი ქსელების გამიყავი დასჭილი. რა თქმა უნდა, რეკლამის შემოსავალი ქონდა, რომ ვალები, რავი, 1.300.000 და ვიყავი ვალებით, სესხით, ქირა, ყველაფერი, აი ძლივს რო გამქონდა თავი რა. და მაშინ მივხვდი რომ ნახე ერთი არის ყველა ვიძახით რომ მე ამას არ ვიზამ მაგრამ მეორეა როცა განსაცდელის წინაშე დაგაყენებს ცხოვრება და მაშინ უკვე შენ თავს ცდი იმიტომ რომ ლაპარაკი ყველა შეგვიძლია ისე ვიზამ ძალიან მარტივია მაგრამ ფორს მაჟორში რო ხარ უკვე და გასაჭირში რო ხარ მაშინ ცდი რეალურად შენ თავს რა აქ რო გადმოვედი რეალურად მართლა მაშინ გამოცადე ჩემი თავი მართლა პურის ფულიც არ მქონდა რატო გადაწყვიტე გადმოსვლა აი რაღაცის შეცვლა მინდოდა თითქოს ერთ ადგილს ვტკეპნით ბათუმზე ვგიჟდები ბათუმში ვარ გასული ძალიან მიყვარს ხო აქ დავიბადი სხვათა შორის 5 წლამდე აქ ვიყავ მე გადავედით მაგრამ ბათუმში ვარ გასული ანუ ამ სფეროში თუ ხარ ხო ანუ სოციალური მიმართულებით არ აქვს მნიშვნელობასად რთულია იქიდან აკეთოს არა რატო იქაც იმკვიდრებენ ბათუმშიც ადგილს მაგრამ მე უფრო რაღაც პირადი კი არის თქვენთან უფრო მარტივია წევა მინდოდა თქვენთან უფრო მარტივია ბათუმში მე უფრო გახწევა მინდოდა აი ერთი რაღაც ჩემპიონი და რა მოგსამერი აქეთ გადმოსვლა ხო და აი აქ რო გადმოვედი მაშინ მართლა ძალიან მიჭირდა აი წელიწად ნახევარი ოფიციალურად არც ფული არ მქონდა ვალებში დავიხჩელ ამის და მაშინ ძალიან აი რაღაც საუკუნეში ერთხელ რაღაც რეკლამა გამოჩნდებოდა გროშებიანი და ძალიან ბევრზე უარი ვთქვი იმიტომ რომ რაღაც ჩემ ღირებულებებში არ ჯდებოდა ჩემ პრინციპებში არ ჯდებოდა პროდუქტი არ მომეწონა სხვა შორის ეხლა ეს თხოვმე როგორ პროდუქტებს ტესტავს ანუ და კი ყოველს მაგას ვეუბნები რომ აი სენსიტიური ვარ თქო ვახსენე ძალიან სენსიტიური და ქოთქოთა ვარ. არ დამეძინება, ტყუილი არ გამომდის. ეხლა არ უწმინდანობ და კარგ ადამიანებ, მაგრამ აი ესეთი ხასიათი მაქვს რა. თუ რაღაც თუნდაც დაბაკელი გადავაზეთ მეტად ტყუილს არ ვამბობ. აი შფოთა არ შემიძლია. ისმის რა. არ მიყვარს რა, მინდა რომ გამჭვირვალებიყო. ხო და კი წინასწარ ყოველთვის ყველას ვეუბნები რომ თუ არ გავსინჯავ და არ მომეწონა რაღაც ძალიან ბევრი უარი მithქვამს.
ბევრჯერ უთხოვია რომ აი გამიპიარე თან პროდუქტი ისეთი რაღაც არის რომ შეიძლება ეხა ვიღაცას ის უხარჩო მოეწონა და მე არ მომეწონა ხო მაგალითად ხო კი კაცო ეს ხო პირამიდა არ არის მაგრამ მანდაც არ შემიძლია იმიტომ მე ხო არ მომეწონა ანაირად ვჭამო ხო და ნუ ბევრჯერ მithქვამს უარ და დღემდე ბევრჯერ ვამბობ თვითონ ჩემდე უარს იმიტომ რომ ზოგადად ადამიანის ბუნებაც ეგეთია რომ შეიძლება 9 კარგი გააკეთო და ერთი ფეხი წაგწდეს და იმ ერთს ის ერთი გვამახსოვრდება სამწუხაროდ არ მხოლოდ ქართველებს ადამიანის ბუნება ესეთი და მე ჩემი ხასიათიდან გამომდინარე ვიცი რომ აი ჩემ თავს ვერ ვაპატიებ რომ აი რაღაც ფეხი ყოველას წაგწდება რა თქმა უნდა შეგვეშლება მაგრამ მოკლედ ჩემს ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩემ თავთან ვიყო მართალი თუ მე ვთვლი რომ ეს არ არის სწორი არ არის გემრიელი არ არის კარგი არ არის ღირებული არ შემიძლია რა მაგ 1000 ლარს და მაგ 700 ლარს და 500 ლარს და 100 ლარს და ასე შემდეგ დავხარჯავ მაგრამ ის ლაქა მექნება ყოველთვის ჩემს სახელზე ამიტომ რავი რაღაცნაირად ჩემი რეპუტაცია უფრო ღირებულია ჩემთვის რა ეგეთი შემთხვევა თუ გქონია რომ შენთვის კარგი იყო პროდუქტი და რეკლამე და ვერ მიიღო შენმა მაყურებელმა ესე ვთქვათ არ მოეწონა რავი ალბათ კი ხო ანუ შენთან უკავშირი თუ ქონათ ამის მერე თქო იქ მაინტერესებს ესე პირადად არავის არ მოუწერია რომ აი არ მომიხდა მაგრამ ყველაფერი ინდივიდუალურია თუ ჰიგიენას გულისხმობ ან რაღაც ეგეც ინდივიდუალურია შენ მაგ დროს ხო არ გექნება უხერხულობა თქო ანუ შენ თუ შენ თავს მართლად გრძნობ რომ შენთვის ეს პროდუქტი მართლა კარგია და ღირებული კი აი ახლა გამახსენდა ბოდიში გაგაწყვეტენ კომპანიაში ვიყავით ხო მანდ იყო ჰიგიენაც კოსმეტიკაც საკვები დანამატები და ესე შემდეგ მანდა ჩემი ხასიათიდან გამომდინარე მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი ადამიანი ინტრიალებდა ჩემს ირგვლივ ცალკე დიდი გუნდი მყავდა ცალკე მომხმარებელთა ბაზა აი ლამის სახლამდე მიუყვებოდი და მეუბანდი იმ ადამიანს და მევაჭმევდი და მევასმევდი ქოთქოთავა რა აი დეტალურად ვუხსნით და რომ ეტყოდა რომ ყველა პროდუქტს თავის სწორი გამოყენება აქვს მაგალითად აი მაგალითად ყავა ვისაც უძილობა აქვს არ უნდა დალიოს ღამის 12-ზე ხო თავის სწორი გამოყენება აქვს ეგეთივე სწორი გამოყენება ჰქონდა მაშინ იმ პროდუქტებს რა როცა რამეს მეტყობდნენ რომ აი თავრუს ხო და დამეწყო და რაღაც აი წყლის ბალანსი დაიცავი ამ დროს დალი ამ დროს აი ესეთ რაღაცები მქონდა ყოველთვის რა და ხშირ შემთხვევაში ისე აღმოჩნდებოდა რომ უბრალოდ არასწორად გამოიყენა რაღაც რა თორე ისე რომ იმას გაველანწყე არა მადლობა ღმერთს იმიტომ რომ სანამ ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული რომ ეს კარგია და არავის არ ავნებს ანუ ვერ ვარ რეკლამით იმიტომ რომ მოუკვდები შფოთვისგან კი ბატონო მე უბრალოდ სხვა რაღაც გკითხე მე მაინტერესებდა შენ თუ შენ თავი მართალი გგონია ცუდად ვარ იგზნობ მაგ დროს თავს თქვა ანუ კი რა თქმა უნდა მაინც ცუდად იგზნობ თავს კი მე ისეთი მშფოთვარი ვარო კი კარგი ცოტა მშფოთვარი ვარ შენ რთულ მომენტზე მინდა თუ პერიოდზე თუ რაც გინდა ის დაარქვი ნიჭიერზე მინდა რო გკითხო იმიტომ რომ მე შემხვდა შენი ის ვიდეო მიმართო ლაივში აი მაშინ გავდი პირველ ცხოვრებაში ლაივში და რომ უყურებდი შენს ვიდეოს ძალიან უყურე კი უყურე და რაღაცნაირად აი ძალიან ისეთი იყო რა გაუღიზიანდი ბევრ რაღაცაზე და მე მაინტერესებს შენ თან იქ არ გადმოეცი ყველაფერი თქვი მაგრამ ბოლომდე არ მგონია რომ დაიხარჯე ბოლომდე ძალიან ერთი მახსოვს რომ ძალიან ნერვიულობდი და თან ახალი დაწყებული მქონდა საერთოდ ეს ყველაფერი რა ახლა წიწილა ვიყავი ესე რომ ვთქვა ამიტომ ფრთები მომაჭრა ნიჭიერმა მე გამოიზარდა როგორ რა მოხდა თუ შეგიძლია რომ ისაუბრო მოკლედ ახალი დაწყებული მქონდა ეს ყველაფერი იანვარში შემეხმიანა გოგო და მაშინ გამიკვირდა რომ უნდა გავაკეთო სცენაზე თქო, იმიტომ რომ მაშინ თან ვაინერი ვიყავი. ვაინით დავიწყე რა 10-15 წამიანი, ხო? ვაინები ადრე იყო, ხო? კი, ჩემ ფორმატი იყო 10-15 წამი. გამიკვირდა მეთქი სცენაზე რა უნდა გავაკეთო თქო რა, მაგრამ რა თქმა უნდა ეიფორიაში ვიყავი რომ ვაიმე, ეხლა აპლანო გავხდები რაღაცა, ძალიან გამეხარდა რა თქმა უნდა, მაგრამ ვერ გავიგე. კარგი რომ ჩამოვთ ბათუმში და გელაპარაკებითო და მე რავი მთელი გუნდიდან მელაპარაკო რა, არა ყველაფერს ვიზამთო კონცერტზე ყველაფერსო. მოკლედ შენ რაც მოგინდებაო, მეთქი მე მაგალითად რომ ვანსახიერებ პერსონაჟებს პირობითად დეიდას და შვილს, იქ კადრებს ვჭრი, ხო, როგორც შენაკეთებ მაგალითად და მეთქი რა სცენაზე რანაირად გავაკეთო ეგ. ჯერ სცენის გამოცდილება არ მაქვს. კი, სპექტაკლში ერთხელ მაქვს ნათამაშები და ეგ სხვა. არა უყველოდ მოკლედ რავი მზედამთვარე დამპირდნენ, მაშინაც ეს ეპითეტი გამოვიყენე. ხო და არა, ყველაფერს ვიზამ. შენ თქვიო, ოღონდ ყველაფერსო დაგიდებთო სცენაზეო. და მოკლედ, ძალიან კარგი ფსიქოლოგები არიან სხვათა შორის.
კარგად დამამუშავეს. ძალიან ბევრ რამეს დამპირდნენ. ბათუმში ვიყავი მაშინ და ჩამოვედი თბილისში, თალკე ფინანსები იყო, რომ აქ დარჩენა არასწორად ჩამოვიყვანეს ხოთშორის 10 დღე ტყუილად ვიყავი აქ. გაგატარებთო ყველაფერს სცენებს არაფერი არ გამატარეს და რომ მიმიყვანეს უკვე ჩაწერა იყო. არა უბრალოდ მოდი გავისაუბროთ და უკვე ჩაწერა იყო. და მეთქი what ესე უყურებდი. თან ძალიან გამოუცდელი ვიყავი, კამერებზე ვკანკალებდი, ახალი გარემო ყველაფერზე ვკანკალებდი რა. მაშინ რა ჩაწერეს რა ქნეს არ ვიცი, ანუ თან ელემენტარო ხარ ბოდიში და ქალი ხარ ეხა. შეიძლება არც მოგიწესრიგებია თავი, მითხარი მაინც რომ ჩაწერა პირდაპირ, ხო? ხო? და მაგ დღეს ის წინა რაღაცას რო იღებენ, ეგ გადაღება გქონდათ. მე გითხრა მაგარი რაღაც. შენი ვიდეო რო არ მენახა, არ ვიცოდი რომ ნიჭიერში იყო. ლაივი? ხო. მართლა? აუდიო. ხო და მეორე მაგ დღეს ისევ მოვიდა ეგ გუნდი და მითხრეს რომ მოდიო ის როლიო რაზეც ჩამიყვანეს, შევცვალოთო. წინა დღეს დავდე, ახალი პერსონაჟი შემოვიყვანეს, ვეც კი ნატკა. და წინა დღეს დავდე და მაშინ 1 საათში ქონდა, რა ვიცი, 60,000 ნახვა მაგ ვიდეოს, ძალიან გავარდა. ხო, მაშინ რამდენი იყო? ხო, 2020-ში თან rilsi გავარდა ესედები არ იყო და გაგიჟდა გუნდი და მოდი ეს დავდგათო და მეთქი ვერ მოვასწრე ფიზიკურად რა ამ ყველაფერს. იმიტომ რომ უკვე იმაზე ვიყავით შეთანხმებული. არაო რეპეტი მოკლედ ყველაფერში მომატყუეს. სცენაზე გამიყვანეს და ფილმებში რო ხდება ესე დავჯექი სცენაზე, თლიანი სცენა რაზეც მქონდა აგებული რა. იქ იყო რა ეს ვეც კი ნატკა საბოლოოდ ეგ გადამაღებინეს რისთვისაც მზად საერთოდ არ ვიყავი და ორი ტელეფონი მჭირავს ხელში, ერთ და ქალს ელაპარაკება, ერთი ბიჭს ელაპარაკება, აქ უდევს ძალიან ბანძი რაღაც კოსმეტიკა. მოკლედ, აი ამათზე ვიყავი დამოკიდებული რა, იმის თქმა მინდა, არაფერი არ დამახვედრეს. გავედი და მაგიდაც არიელი და ვზივარეს. და იქ მე რაღაც მიჭრეს, მოჭრეს, კლოუნად გამომიყვანეს. არ და იქ იყო პერიოდი, რომ ანუ რო გავხედე ესე კულისებში და გაქრა ყველა. ვინც მომხნევებდა, არა დაგეხმარებით ჩვენ აქ ვარ თუ რამე დაგვიძახეს, გავხედე, ყველა გაქრა. 20 წუთი ხელებს ვიქნევდი, რომ სად ხარ თქო, სად არის ანუ რამე თამაში, არაფერი არ მქონდა საერთოდ წინ. და ხელებს ვიქნევდი 20 წუთი. აქეთ რუსკაკვირის მაყაშვილი რო ადამიანი რაღაცას ითხოვსო, იქით მგონი დიმა უბოლაძე იყო. და მოკლედ ესე მიჭრეს მოჭრეს, რაღაც შტერად გამომიყვანს და მე ვზივარს და ფილმებში როა, ხო იცი? რაღაც გაგუდულად რო გესმის და შეიდიოტო გაგიჩალიჩეს. აი იმ წამს მივხვდი რომ გამიჩალიჩეს. და ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია, იმიტომ რომ მარტში გადაიღეს ეგ, მაშინ 45,000 მყავდა ზუსტად მახსოვს. და დამპირდნენ მერე, რომ ისა რა ქვიო, არ დავდებთ ამ ყველაფერსო. ნუ მე შტერი ვენდა კიდევ ერთხელ. და სექტემბრის ბოლოს დადეს, როცა უკვე 85,000 გამომწერი მყავდა. ხელი ქონდა რამეზე მოწერილი? კი, მომაწერიდნენ 17 ფუცლიან რაღაცაზე, მაგრამ მაინც გავედი ლაივში. ყველა მეუნებოდა, ბევრი ჟურნალისტი ახლობელი მეუნებოდა, არ გახვიდი არ ილაპარაკო, რომ კონტრაქტი გაქვს დადებულიო და შეიძლება მოგაწვევიანო მაგაზეო და მე თუ გამწარდი, აღარ მაინტერესებს აღარც კონტრაქტი, აღარც არაფერი აღარ მაინტერესებს, მაინც გავედი. ხო, ხელი არ უნდა მოგეწერა და მე შეგეძლო რომ გეჩიოლა. სხვათა შორის ზოგი ჭირი მარგებელიო და არაფერი ტყუილად არ ხდებაო, მაგ ამბავმა რომ იხეთქა და მე რომ ლაივში გავედი. ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარა ეგ ვიდეო. იმიტომ რომ ძალიან ბევრი გაუხდიათ მაგათ ბულინგის მსხვერპლი. ბევრი იყო ისეთ შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანები გაუყვანიათ, გაუმასხარავებიათ და ერთმა გოგო მომწერა, რომ სუიციდის პირამდე მიმიყვანესო. ქმარი ნუ ძალიან ცუდი ამბები რა. და ჩემი ვიდეო იყო ძალიან ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, ძალიან დიდი ამბები გამოიწვია. შენ მაყურებელმა მე რა გააკეთა, თუ გახსოვს? კი, მახსოვს რა თქმა უნდა. აი მან დიგზნობდი სავარაუდოდ შენი გამომწერების ძალას. არასდროს არ დამოვიწყდება. უკვე ეგ ვიდეო რო დაიდო 85,000 მყავდა და ეხა 2020-ში Facebook-ისთვის თან, ეხლაც რთულია Facebook-ზე აუდიტორიის გაზრდა და 2020-ში საერთოდ ხე იყო. თან არც დამიბუსტავს არასოდეს, არავინ არ მეხმარებოდა და აი წვალებით შრომით რაღაც ესეთი გაზრდილი აუდიტორია და ჩემ აუდიტორიამ იცოდა რომ არ ვიყავი არაადეკვატური, ვიღაც ადეკვატური ადამიანი ვიყავი, ვინც ჩემ საქმეს ვაკეთებდი. და ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია რა მაგ ვიდეომ, რომ იქ კლოუნი და დებილი ვარ არაადეკვატური და აქ ნათია, რომელიც ამდენი ხანი აკეთებს ამ საქმეს. და აი მიცნობდნენ, არ მიცნობდნენ, კი იქ რა თქმა უნდა ჩემ ბულერებიც იყვნენ, მაგინებლებიც იყვნენ რა თქმა უნდა, მაგრამ კომენტარებში რო შევდიოდი, დაიგიჟივით ვკითხულობდი ყველაფერს, 10-დან მინიმუმ 7 მაინც მე მიცავდა. თუნდაც მანამდე არ ქონოდა ჩემი ვიდეო ნანახი, ყველა წერდა რომ აი ეს გოგო პირველად დავინახე, ხა შევედი და რა კაი გოგო ყოფილა და არ ვიცი რამ გამოიწვია ესე
მასიური ჩემი მხარდაჭერა, მაგრამ აი ხალხი დამიდგა. ხალხი რო არა, ალბათ ვერ გადავიტანდი. და მაშინ უფრო შემიყვარდა და მაშინ ვთქვი, რომ მეთქი ეს ხალხი მე არასდროს არ დამტოვებს. და აი მაშინ ვთქვი, რომ მე აი ეს ხელი რომ გაწვდილი რომ მინდა ჩემ აუდიტორიასთან ყოველთვის კავშირში ვიყო, მეთქი არასდროს არ გავწყვეტავ. კი, ანუ ნახე რაღაც გამოცდილება მოგცა თან დიდი რაღაც კი არა. ძალიან დიდი. და ჭაღარებიც მომცა სხვათა შორის. ჭაღარებს არა უშავს. სხვათა შორის იქამდე, ნიჭიერამდე არასდროს ჭაღარა არ მქონია. და ერთ თვეში აი აქ ჭაღარები გამიჩნდა, ერთ თვეში და დღემდე დამჭა. მე პროსტა გამიკვირდა, ეხლა რა იცი? რო ნახე რა სიტუაცია. ნუ ხო რა. იცი რა ცუდად ვიყავი გუძა. არა, სანამ გავიდო და არა. ეიფორია არა, რო გირეკავენ. აუ, ჩემ თავის მოგა. ვანის ვარ და პატრა. უცებ ხდები ისეთ რაღაცაში. კი. თან ძალიან გულუბრყვილო ვარ ბუნებით, მაგრამ მერე და მერე, ნუ ცხოვრება რო ბევრჯერ გადაგამტრავს. ხო, თან მე მესმის რო გირეკავს, თან ნიჭიერი ახლა ჩვენ ხო, ტელევიზიიდან რო გირეკავენ. კი, ისეთი ამბავი არა. თან ბათუმელებმა ახლა ძირთადად არ ვიცით აქ თბილისის ტელევიზიების შიდა სამზარეულო რა. ხო და მე რაღაც მიამიტურად მჯეროდა რომ მართლა ნიჭიერს ეცებთ. კი ბატონო, მაგრამ შენ საშენოდ გამოიყენე და მაინც საშენოდ გამოიყენე მოკლედ რა. არაფერი არ გამოიყენებია საშენოდ. ერთ თვეში დავანებე თავი. ხალხის ზალა ხო, მაგრამ ხალხის ენერგია ხო ნახე და ხალხმა გადამატანა. კი ბატონო, და ნახე რომ შენს უკან ძალიან ბევრი ადამიანი დგას. კი, საოცარი ადამიანები მოვწე. მე გამომიწერეთ. კი ბატონო, ამდენ ვისაუბრეთ მაყურებლებზე და მე მაინტერესებს რომელი უფრო რთულია შენი აზრით. აი მაყურებლის მოყვანა ესე თქვა და რომ გიყუროს თუ მე ამ მაყურებლის შენარჩუნება. შენარჩუნება რა თქმა უნდა. ხო, ანუ როგორ ახერხებ შენ რომ შეინარჩუნო შენი მაყურებელი? შენარჩუნება ძალიან რთულია და ამას უფრო და უფრო ვხვდები, იმიტომ რომ თავიდან ახალი რო ხარ, ახალი ცოცხი კარგად გვისო, ეგრე ხარ ყოველთვის და უფრო საინტერესო. მე იცვითები კი, ხო. ხო, მე უკვე ჩვენი ტვინი ეჩვევა რა, რაც არ უნდა იყოს, ჩვენი თავიც გუბეზრდება. თან ტელეფონები, ანუ ადრე სულ მაგას ვამბობ რა, ადრე ცნობილი ადამიანები რაღაც მიუწვდომელი იყო უფრო. გახსოვს? კი, რა თქმა უნდა. და ეგ მიუწვდომლობა რაღაც უფრო ფანტასტიკურს ხდიდა რა. და ეხლა ძალიან მარტივია ყველასთან კომუნიკაცია და თითქოს და პასუხობს. ხო რა, ამ ტელეფონებმა რაღაცებმა გააუფასურა უფრო თუ რაღაც. კი ის გახდა, ანუ უშუალოა, მაგრამ რაღაც ის აღარაა რა. აი 3 თვის მერე ხა აი და სკროლ რა ვიღაცას და ადრე არ იყო ეგრე რომ შეხვდებოდა ცნობილი ადამიანი რომ შეხვდებოდა უცებ რაღაცა ის იყო რა. ადრე რა, ეხლა 10 წლის რო ვიყავი და 12 მაშინ ვამბობ. კი, ხო და ახალი რო ხარ, იდეებით სავსე ხარ, ეიფორიაში ხარ. გონია რომ აი 900-ს გადადგამ და თან ახვევიც გაქვს, მაგრამ მე მიდის სტატიურობა და მე შეიძლება უფრო რეგრესისკენ წახვიდე. და მე უკვე ყოველთვის ეგრეა, ბიზნესშიც ეგრეა, ყველა საქმეში ეგრეა ყოველთვის რა. ყოველთვის მაღლა ვერ იქნები, ცხოვრებაც არ არის ყოველთვის მაღლა, ხო? აქაც ეგრეა და მე უკვე დამოკიდებულია, კი, რამდენად ძლიერი ხასიათი გაქვს რა, რამდენად დისციპლინირებული ხარ, რამდენად იაზრებს საერთოდ რას აკეთებ, იმიტომ რომ წარმატება არ არის მარტო რომ შამპანური გახსნა. წარმატებას ახლავს იქ დარტყმებიც, რა თქმა უნდა და კრახიც და წარუმატებლობაც და მე ქვემოთ რომ მიდიხარ, მე ხდება შენ თავის გაუფასურება. ეგ აი გამოვცადე, ხედავ რომ ის ვარ მე მეწამული ვარ საბლოგერო იმაში თქო. 2023-ში რომ დაუბრუნდი 2023-დან 2025-ის ჩათვლით ვიბრძოდი რომ უბრალოდ ყველა ქსელს ჩემთვის ეპატიებინა, იმიტომ რომ დასჭილი ვყავდი. რეიტინგები, ფოლოვერებს მართმევდა. 24 საათში ვიდეოებს ნახვა, ქონდა 500 ნახვა და 700 ნახვა, 1000 ნახვა. ჩემი мотиваცია უკვე დაბლა კი არა, განადგურებული იყო. მართლა ვიჯექი და ვტიროდი რომ აღარ შემიძლია თქო, იმიტომ რომ მეთქე ის 3 თვე გავა მაპატიებ, თან ყოველდღიურობდებ, თან ტრენდებს ავდებ, მე სულ სცენარებს ვდებ. 3 თვე გავიდა არაფერი, 5 თვე გავიდა არაფერი, 1 წელი გავიდა არაფერი, წელიწად ნახევარი გავიდა არაფერი და მეთქი იქნებ ჩემი არ არის და ვღაოდი ვტიროდი ვაფშე გაუქმება მინდა და ყველაფერს კიდევ გაი არ გავაუქმე. და რთულია შენარჩუნება, იმიტომ რომ რთულია იყოს სულ საინტერესო, სულ ფორმაში, იმიტომ რომ ვიზუალსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იქ უკვე იძულებული ხარ ისწავლო დროის მართვა, საკუთარი თავის მართვა, სხეულის მართვა, სხეულის მოვლა, სახის მოვლა, ტანის მოვლა, ფიქრების მოვლა, უფრო განვითარება, უფრო სწავლა და მოკლედ რა უკვე გიწევს ბევრი რამე აკეთო, ბევრ რამეს დაეუფლო, ბევრ რამეში დაიხვეწო. შენ შიშებს პირდაპირ ჩახედო თვალებში,
გადატეხო შენი თავი. აი ყოველ დღე იმუშაო დილიდან საღამომდე შენ თავზე. კი ბატონო. რომ იყო საინტერესო. აი იყო საინტერესო არის ერთი ფრაზა, მაგრამ მაგის უკან ძალიან დიდი საქმეა, კი. და თან ის რეგრესია, როდესაც არის, და მე მაქვს ახლა ეგ რეგრესია. მესამე წელია, რომ მონოტონურად ვაკეთებ და ჩემს ალგორითმს არ უყვარს რა იცი, მაგალითად, კვირაში ვერ დავდებ 5 ვიდეოს. იმიტომ რომ ეს რომელს გულისხმობ შენ? TikTok-ზე და Instagram-ზე. ა პრინციპში ყოველს ეგრევე. ანუ ყოველ დღე რო ვიდეო დავდო, ხო. არ იქნება ნახვა, აი რა 1000 გახეთქეთ 15 რა. მაგრამ და რა ენერგეტიკულად არ გინდა შენ ეგრე და მაგითო. არა, იყო მომენტი რომ გადავერთე რომ ყოველ დღე ვდებდი ვიდეოს, ანუ ძალიან ბევრი ვიშრობეთ და დავაგროვე და აი ყოველ დღე ვდებდი რა ვიდეოებს. და ყოველ 3 დღეში ერთხელ როდესაც ვდებ, მე ხა არა ბოლო 2 კვირა არ ვარ ეგრე, მაგრამ ყოველ 3 დღეში როდესაც ვდებ, ანუ ცუდ ნახვად მივიჩნევთ 200.000. ვა, თან კაია. ხო. კაი ნახო. იმიტომ რომ დავიწყეთ ეს მიმართულებას ვაკეთებ. იყო რომ სადღაც მეორე თუ მესამე ვიდეოში 1.300.000 ნახვა ქონდა და ვაუ 1.300.000 ნახვა ხა ძალიან ბევრია თან ქართულ კონტენტზე ესეც საუბარი და ხაჭაპური გირჩევნია თუ წითელი ღვინო 3.300.000 ნახვა ძალიან კაია რა. კი, ძალიან მაგარია. და ყოველ მესამე დღეს ვდებ ან ეგ უყვარს ჩემ ალგორითმს რა, იგი შევამჩნია ყოველ შემთხვევაში. და ის დაძაბული ინტროები რომელზეც შენ ხუმრობ. და რა? ის დაძაბული ინტროები რომელზეც შენ ხუმრობ. რომელშიც შენს მოხდები ხვალ. კი. ერთი გამოხედვა გააკეთე ჩავსვავ რა. და როგორ გიჭირავს ეს რა ვიცი. ხო ჩამქრალია. კი. დღეს გაიღვიძეთ. აი, ჩავსვათ ეს რა. დღეს გაიღვიძეთ. ეგეთ კითხავს ვაო. დამობულიკა. კაი. გადაცემის ბოლოს მაქვს რუბრიკა Top 5 და მე მინდა შენგან მოვისმინო Top 5 ინფლუენსერი ბიჭი საქართველოში. წვეტია ინტუფლებით რო ბიჭი. რა ქვია მაგ ბიჭს? ორ ვიცი გიждდება ბიჭი. კი ბატონო, მე 5 ადგილზე კარგი ადამიანი, კარგი იუმორის მქონე. ხო. ძალიან მეცინებოდა მეც ერთი პერიოდი. აი არ მეგულება მაგ ბიჭის ვიდეოებზე ვინმეს არ გაიცნობს. თან ის რა ბოლოს ეცვა. ვაიმე, ბოლოს რომ მართლა მოიგდო ის ფეხი ხო იცი. მართლა ფიცები ხა მით ხარხარებდი კი არა, აიცრემლები აქ მეწკნებოდა. მართლა მოიგდო. ვაიმე დედა. ეხა ხო კარგად, ხო ხარ კარგად. დაგვიწერე კომენტარებში. და ეს წვეტია ინტუფლი ხო აცვია და მერსედესის აი კინაღამცუდად გავხდი. ეგ ბიჭი წეგავ მითხარი ის თქო. ვინ? ჩემი ცოლის საქალაქში ბასტო. ბასტა? ბასტო. მე 4 ადგილზე ესე იგი არის ბასტო. კი. ძალიან მაგარი. სხვათა შორის რატო არ აქტიურობს მიკვირს? აი ძალიან ბევრ რაღაცას აკეთებს ძალიან. ძალიან მაგარი იუმორი. YouTube ლიგასაც ეგ ბიჭი აკეთებს და ძალიან ბევრ რაღაცას შეჩართული მოქმედა. სულ YouTube-ზე რაღაც. აქვს თავისი გვერდი. მე TikTok-ზე ხდებოდა. YouTube-ზე, ბასტო ფანტასტო და ეგ შეწერია. იგრძნობა მანდაც იუმორი და შეიძლება ძალიან კარგ რაღაცებს აკეთებს თავისთვის. წერს მართლა ბასტო ფანტასტო ქვია. ფანტასტო. ხო. მესამე ადგილი. ჯობავას ვუყურებ მაინც რა, აი წლებია. მე საერთოდ მაშინ არ ვიყავი ინფლუენსერი, ნუ გიორგი აკეთებდა თავის საქმეს და ძალიან მომწონდა, იმიტომ რომ მე თვითონ ძალიან მიყვარს გადაღება. რაც აი ფანრიანი და ნოკიაც რომ მქონდა სულ ვიღებდი. ის მეყვარს გადაღება. მაგიტომ ამ კომპიუტერში 1700-1000 ვიდეო და ყოველთვის ყველა მეღადავებოდა, აუ ეს კიდე ვიღებსო. აი Sony Ericsson-ი რო იყო ესე ასაწევი მაშინ. პატარა ვარ. მაგრამ მქონდა ეგ Sony Ericsson. ხო და ეგ Sony Ericsson-ი რო იყო, აი იქიდან მოყოლებული. ეგეც მქონდა და Motorola-ც მქონდა. ხო, აი აქედან მოყოლებული ვიღებდი, სულ ყველაფერს ვიღებდი, ოღონდ უშუალოდ ვიდეოები მიყვარდა. ეს გაშიშებული კადრები არ მიყვარდა და ფოტოები არ გეყვარდა. ხო. ფოტოც მიყვარს, მაგრამ აი ვიდეო გაცლებით თითქოს მე ბუნებრივია და ბუნებრივია, კი. ხოსრო? ხოსრო, კი ბატონო, მელოდი. არა, სანდრო. სანდრო? სანდრო იყოს გოცილიც. და პირველზე ხოსრო. კი ბატონო, მისაღებია. აკცო. დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებ და მთავარია იყო იმ ბედნიერი რასაც აკეთებ. და ეხლა აშკარად ხარ ბედნიერი რასაც აკეთებ. კი. ჩემი აზრით ამ საქმეს ის ხალხი არ ვაკეთებთ, ვინც ვინმე გვაძალებს, არავინ არ გვაძალებს. არა. ყველა ვაკეთებთ, იმიტომ რომ გვიყვარს. ეს ხო სამსახური არა, ოფლაინ სამსახური ხო არ არის ძალით აკეთება. არა, ძალით, ანუ რაღაცა რომ დაპლასმასდეს ესე ვთქვათ და ძალით მომიწიოს გაკეთება აღარ გავაკეთებ.
ეგ ლოგიკური გავყიდი საკითხი. გვერდებს. ინტერნეტში ვინც ვართ, უდიდესი სიყვარულის გამოვაკეთებთ ყოველ. თან იმას რა ქვია, მარტო სიყვარულს არა, ბევრ ცუდ რაღაცასაც ვიღებთ. აუ, ეგ რა თქმა უნდა, მაგრამ არა უშავს თქვენ სიყვარული ვიყურეთ. ჭარბობს მაინც. კი, გამოიწერეთ ჩვენი არხები. სიყვარული რო არ ჭარბობდეს, გავგიჟდებოდით აქამდე. კაი კაცო, რას გაგიჟდებოდ. მოკლედ ეს იყო დიდი შენ კვიზი. ინბოქსში არ გწერენ ალბათ. წერენ. მალხაზა და გურამა და მე სხვები მწერენ. გამოიწერეთ ჩემი არხი. მიჭირს ხოლმე ამის ხო, იცი? გამოიწერეთ ჩემი არხი. სკოთ შეიძლება მე ვერასდროს ვერ ვიძახ, მეც მიჭირს. მოდი ერთად ვთქვათ. გამოიწერეთ ჩვენი არხები. აი, ჩვენ და სამ. გამოიწერეთ ჩვენი არხი. კი ბატონო. მადლობა, დროებით.